საახალწლო სურვილებს რომ ნახავდით, ყველას ეწერა რომ მინდა ბუხართან დედა და დაგვიშორებია დაძმა. იმიტომ რომ ძმა იყო სექსუალურად მოძალად დედაზე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი საქართველოში არ შვილდება. ბავშვები ყალბი ჯანმრთელობის ცნობებით არიან გაყვანილები. კი, იყო, ყალბი ცნობები იყო. აუცილებლად ნოვიკითხო რა, მართლა იყო თუ არა ისეთი მძიმე პირობები და მდგომარეობები ბავშვთა სახლში, რასაც ყვებიან. ხდებოდა ცუდი რამეები. აღმოჩნდა, რომ დიდი ბავშვთა სახლები, რომლებიც ანგრევდა, ღუპავდა, ყველაზე ცუდი იყო ბავშვისთვის. წელიწადში რამდენ ბავშვს ტოვებდა დედა? დაახლოებით 50 შეიძლება. წელიწადში საქართველოს მასშტაბით. მაგ შვილად დაუყანია $. მერე? ხო. მოუბრუნებიათ? ძალიან ცოტა, მაგრამ მათ შორის ტიპური განვითარების ბავშვიც კი მოუბრუნებია. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული მე თუ მკითხავთ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე. რომ შენ არ უზრუნველყოფ შექმნა ისეთი სისტემა, რომ ბავშვი თავის ბიოლოგიურ გარემოში გაიზარდოს. პოდკასტის პარტნიორია ქართულ ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია MyLab. MyLab გთავაზობთ უფასო გამოძახების სერვისს თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ლაბორატორიის გამოსაძახებლად დარეკეთ ნომერზე 0322 11700. მომავლის დიაგნოსტიკა დღეს. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეცებ. დღევანდელი პოდკასტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაშვილებული ბავშვებისთვის, ამყვარი მშობლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ ბავშვის აყვანას. ჩვენი სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა, მსრულნელობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მარი წერეთელი. თუმცა სანამ მარის წარგიდგენთ, გეტყვით რომ პოდკასტის სპონსორია ირინი ტრეველი, რომელიც არის სახმელეთო, საცალო და კომერციული ტვირთის გადამზიდი კომპანია. ირინი ტრეველის საშუალებით ამანათის გაგზავნა შეგიძლიათ ევროპის არაერთ ქვეყანაში: საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. კომპანიას 40 ოფისი აქვს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. შოპინგის მოყვარულებისთვის კი დაამატეს პლატფორმა, რომელსაც ქვია G-Line, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სასურველი ნივთის გამოწერას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან ყველაზე ბიუჯეტურად. ჩინეთიდან ფასი გახლავთ 12.5 ევროს ნაცვლად 9 евро, ხოლო საბერძნეთიდან და ესპანეთიდან 3 евро. ასევე ჩვენი პარტნიორია ქართულ ებრაული ლაბორატორია MyLab, რომელიც კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თებერვლის თვეში გთავაზობთ ონკომარკერებზე 20%-იან ფასდაკლებას. გახსოვდეთ, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია. MyLab აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიებს, სანდო კვლევებს და პაციენტზე ზრუნვის მაღალ სტანდარტს. ლაბორატორიის გამოსაძახებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე. მარი, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ პოდკასტს გაშვილებულ ბავშვებს, მშვილებელ დედებს, სამომავლოდ უკვე მშვილებელ მშობლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი სტუმრობა. ამიტომაც მადლობა რომ მოხვედით. მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რომ თქვენ წლების განმავლობაში იყავით დეპარტამენტის უფროსი და კონკრეტულად აი ამ მიმართულებით მუშაობდით და დღეს ხართ უკვე ექსპერტი ბავშვთა უფლებების მიმართულებით. მინდა რომ ჯერ დავიწყოთ შვილად აყვანის პროცესით. სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამას დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბავშვის აყვანა და ხშირად წერენ ხოლმე რაღაც ლეგენდები რო იწერება, რომ ბავშვი დატოვა დედამ სანაგვესთან და ვიღაცები წერენ, რომ მე ავიყვან, მე მომესით ბავშვი. ამ დროს რეალურად ძალიან დიდი გზა არის გასავლელი მანამ, სანამ ბავშვს იშვილებ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან მოსვლა და ყოველთვის მზად ვარ ვისაუბრო ბავშვებზე, ბავშვთა კეთილდღეობას და რასაკვირველია გაშვილება, რომელიც ერთ-ერთი სენსიტიური, რთული თემა, რომელიც არ არის ესეთი ღია, ხშირ შემთხვევაში საზოგადო აბსოლუტურად გეთანხმებით ამნა, რომ ბევრმა არ იცის, რასთან აქვს საქმე და რა არის საერთოდ გაშვილება. ცოტა შორიდან თუ მომეცემა საშუალება, რომ ვისაუბრო, მოხარული ვიქნები და დავიწყოთ ბავშვიდან. რა რითი უნდა ვიმოძრაოთ და რა არის მთავარი მიზანი ყველასთვის? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. რას გვეუბნება
მეცნიერება, კანონმდებლობა, გამოცდილება, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ბიოლოგიური გარემო და ბიოლოგიური ოჯახი. და თუ ჩვენ ვილაპარაკებთ ქვეყანაზე და ამ კუთხით ვეცდებით, რომ შევაფასოთ, როგორი არის ქვეყანა. ამითი გაიზომება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მისი სოციალური პოლიტიკა, მისი ზოგადი პოლიტიკა, რა ქვეყანაში ცხოვრობ, იმის მიხედვით თუ რამდენი ბავშვი არის თავის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოსული. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება არის, სახელმწიფო და ქვეყნები, რომლებიც მიერთებული არიან ბავშვის უფლებათა კონვენციას და საქართველოს ამ კონვენციას მიერთებულია, იღებს ვალდებულებას, რომ გაატაროს ყველა ის სულისკვეთება, რაც მოცემულ კონვენციაში არის. და მოცემული კონვენციის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ ბავშვი არის ცენტრში და მისი საუკეთესო ინტერესიდან უნდა ამ ტერმინს ხშირად გამოვიყენებ ჩვენს შეხვედრაში, თუმცა ყველაზე მთავარი ყველა ამბობს, ყველა კონვენცია, ყველა ხელშემკრველი დოკუმენტი, რომ მთავარია ბავშვი იყოს ბიოლოგიურ გარემოში. ამისათვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი. იქვე წერია, რომ არ შეიძლება ბავშვი განცალკევებული იქნეს ოჯახიდან, თუ ოჯახს ამისი საშუალება არ აქვს. თუ ეკონომიური მდგომარეობა ოჯახს არ აძლევს საშუალებას, რომ გაზარდოს თავისი შვილი. აი კონვენციამ გააჩინა სწორედ ის მთავარი მოთამაშეები ბავშვის გარშემო, როგორიც არის მშობელი, სახელმწიფო. მშობელი არის ვალდებული თავისი შვილი გაღზარდოს და შეუქმნას მას ის გარემო, რაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების ხელშეწყობა და მისი პატივისცემა აუცილებლად. თუ ამას მშობელი არ შვება, ან ვერ შვება. აქ არის სწორედ ის მაღალი სტანდარტი. იმიტომ რომ ბავშვია, იმიტომ რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამიტომაც ძალიან ხშირად პრაქტიკულად სულ უნდა ედოს პულსზე ხელი, რა ხდება ბავშვიან ოჯახებში. ამითი გავზობა, თუ არ აქვს ეკონომიური საშუალება, უნდა შეუწყოს მშობელს ხელი და შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მისი შვილი არ გამოვიდეს ოჯახიდან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, კარგია ქვეყანაში, რომ ბევრი ბავშვი არ არის გასაშვილებელი, თუ სწორად მართული პროცესები და მართლა არ არის გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი, ეს არის ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი, კარგი ინდიკატორი. დღეს კარგი მაჩვენებელია? იცით რა შეასრულა, გააჩნია პოპულაციას, არ ვართ, ხო, კარგი მაჩვენებელი ამ კუთხით თუ ჩვენ შევხედავთ ახლა როგორ არის, არსებობენ დონორი ქვეყნები, ასე ქვიათ, რომლებიც ბაზარზე ძალიან არ მიყვარს ეს თქმა, მაგრამ ასია მიმწოდებლები არიან ბავშვების, ეს არის უფრო აღმოსავლეთი აფრიკის ქვეყნები და ასე შემდეგ და არიან მიმღები ქვეყნები. ჩვენ არა ვართ დონორი ქვეყანა. არა ვართ დონორი ქვეყნების განმავლობაში ხო ხდებოდა საქართველოს სამწუხაროდ გეთანხმებით აბსოლუტურად სამწუხაროდ ეს იყო არაკანონიერი. არასწორად მართული პროცესი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. არ ვიცი, მე ასე ვთვლი, ამას ვამბობ ყველგან. იმიტომ რომ რეალურად არასდროს არ იყო ეს პრინციპი, ნახეთ დაცული. მე შევუწყო მშობელს ხელი რომ არ მიატოვოს თავისი შვილი. არა მარტო იმიტომ რომ უჭირს, არამედ იმიტომ რომ შეაცდინეს, ასე ვთქვათ, და მარტო ხელა დედაა. და შერცხვება რა სიტყვიან ოჯახში ვეღარ გათხოვდება შემდეგ, ამიტომ დავმალოთ. აღნიშნული პროცესი, როდესაც მშობლის და შვილის დაშორება ხდება, ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ მხოლოდ ბავშვზე ახდენს უარყოფით გავლენას და მხოლოდ ეს ბრალია, ამასაც აუცილებლად ის სოციალური ნორმები, რაც არის, ის წესები, რაც იყო. აუცილებლად ამას ყოველთვის ვეუბნებოდი, როცა ჩემამდე მოდიოდა და მე უკვე ნაკლებად, მაგრამ ერთეული როცა მოდიოდა და ამბობდა, უნდა დავტოვო, იმიტომ რომ დედამ რო გაიგოს, გამიბრაზდება, მამამ რო გამიგოს, გამიბრაზდება. მე ყოფილვარ და მინახავს შემთხვევაში შუაში ჩავუდექი დედმამა რომ მოვიდა მოსაკლავად რომ იტო, მაგრამ დაიბრუნა იმ მამამ თავისი შვილი, როდესაც ამ აფექტში მას არ ყავდა გარშემო მეზობელი ეს რა უქნა და მას თუ სწორად აუხსნით. იგივე პროცესი, იგივე სირთულეს გადის დედაც, რომელიც ტოვებს ბავშვს.
იშვიათი, ყველა არა ალბათ, რასაკვირველია, აბსოლუტური მცნება არსად არ არის, ხო? მაგრამ მე მჯერა, რომ არ შეიძლება ესეთი დანაკლისი და დანაკარგმა ჩაიაროს ისე, რომ მას ცხოვრებაში დაღი არ დაუტოვოს. ისევე როგორც ბავშვის შემთხვევაში, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა ვადაზე და რა ასაკზე დავტოვებთ ბავშვს. მიტოვებული ბავშვის მახასიათებლები ამ ბავშვებს აქვთ, მაინც რაც არ უნდა იდეალურ გარემოში იყვნენ. რა არის ეს მახასიათებლები? იცით რა არის დანაკარგის განცდა, ხშირ შემთხვევაში ეჭვი, გაუგებრობა და სწორედ ის, რასაც კიდევ უფრო ამტკიცებს შვილებელი მშობლის დამოკიდებულება, არავინ არ გაიგოს, უნდა მგავდეს. საქართველოში მაგალითად დღესაც კი შავკანიანი მამისაგან გაჩენილი ბავშვის შვილადა ვერ გააშვილება. ერთეული შემთხვევაა. ნუ ხა თქვენ რომ შვილად აყავთ და ზუსტად იცით რომ არ უნდა უთხრათ არც ბავშვს, არც მეზობელს, არც არავის და სახში მოიყვან ფერატკანიას, ახლა რანაირად გამოდის ეს ამბავი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ მშობლებს გავაგებინოთ და ვუთხრათ. სწორედ ამაში ხო რატო სახელმწიფოს ფუნქცია არის რომ აი ამაშიც დაეხმაროს. ის პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. ამის მაგალითად კარგი სერვისი იყო და არის დღემდე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ასეთები არსებობდა. ხო, მაგრამ ძალიან რთულია მათ მოხვედრა, ცოტა ადგილებია, ყველა დედა ვერ ხვდება რაღაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობენ, მერე უშვებენ ღიაცის ქვეშ, ყოველგვარი იმედის გარეშე. გეთანხმებით. რატომ? იმიტომ ყველა სერვისი სჭირდება განვითარება. მე რომ დღეს დედას და ბავშვს შევიყვანთ, იქ ვაცხოვრებ 6 თვე, იქ სხვა მომსახურებები უნდა მქონდეს. მისი გაძლიერება, პროფესიული სწავლება, დასაქმების ხელშეწყობა, სამუშაო ბაზარი უნდა იყოს ღია და თავისუფალი, სერვისები უნდა იყოს შესაბამისი, რომ ამ დედამ განაგრძოს ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში, იცით, აი ამ მომსახურებაში ვათავსებდით დედას და ბავშვს და ეს იყო დაცდის პერიოდი, როდესაც ოჯახს მიეღო. და სხვა ჯერს კარგად მუშაობდა. და თუ არ იღებდა? გადიოდნენ და მერე ნუ რაღაცა იქ ბაღი, მიყვებოდა სოციალური მუშაკი აუცილებლად მას და რაღაცა სერვისებში. თუმცა ჩვენი სოციალური პოლიტიკა არ არის პრევენციული. რაღაც ელემენტები გვაქვს. არის რეაქტიული. მოხდა და რაღაცა უნდა გავაკეთო. ის რაღაცაც არ არის ჩემი კალათა სავსე სერვისები. სოციალური მუშაკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი და სულ ამბობთ, რომ სოციალური მუშაკი არის პროფესია, რომელიც თვითონ სერვისს ატარებს. სერვისის მატარებელია ოჯახისთვის და ბავშვისთვის. მაგრამ მხოლოდ სოციალური მუშაკის სერვისი არ მიშველის მე. თუ იქ დამხმარე, მხარდამჭერი მომსახურებები არ მექნა. ამდენად სახელმწიფოს ვალდებულებაა, ნახეთ. ის პერიოდი, რაც თქვენ ბრძანეთ, იყო მართლა ძალიან უკანონო, არასწორი გაშვილებები და ასე შემდეგ, რომელზეც ქვეყანა, რომელსაც არ აქვს, არ შეიძლება 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში 4 მილიონი პოპულაცია იყო დონორი საერთაშორისო წარმოუდგენელია. იქ სადაც დემოგრაფიული იყო დონორი სხვა ქვეყნების, აქედან სხვა ქვეყნებს აწოდები ასე ვთქვათ ბავშვებს. თუ შენ სწორი სისტემა გაქვს განვითარებული, ვერ მოდით იცით რა მინდათ რომ ესე უფრო ჩავშალოთ საქართველოსთან საქართველოს ფარგლებს გარეთ ბავშვის გაშვილება არ შეიძლება თუ ბავშვი არ გაშვილდა საქართველოში და თუ მას არ გამოუჩნდა მშვილებელი და თუ ის არ არის გარკვეული დაავადების მატარებელი და მისი საუკეთესო ინტერესის გამო შვილდება. თუმცა ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ეს ბავშვები ყალბი ჯანმრთელობის ცნობებით არიან გაყვანილები. იყო ყალბი ცნობები იყო. შეიძლება ისეთი დიაგნოზი ყოფილიყო, რომელიც მართვადია. გარდამავალია. მე პედიატრი ვარ, ექიმი ვარ, ჩემი პირველადი განათლებით და მე მაგალითად ვიცი, რომ იყო დიაგნოზები ჰიპოქსიური ეიშემიური ენცეფალოპათია, მშობიარობის დროინდელი. რაქიტი. ხო, რაქიტი კიდევ რაღაცა არის. ეს თით როგორი გარდამავალი ამბავია და ამ დიაგნოზით შეიძლება გაშვილებული იყო, იმიტომ რომ იმ ძველ კანონშიც ასე ეწერა. თუმცა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ბავშვთა დაცვის და საერთაშორისო გაშვილების კონვენციასთან ხელშეკრულება გვაქვს.
მიერთებული ვარ და ვითვლებით საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო გაშუილება, თუმცა ახალი კანონი ცალკე არ რეგულირებს. აბსოლუტურად სწორად თქვით, რომ ბავშვი, რომელიც 8 თვე არის გასაშვილებელ ბავშვთა რეესტრში, რომელიც საქართველოში ვერ გაშვილდა და რომელსაც ეს არ წერია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აი მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადად საზღვარგარეთ რამდენი ბავშვი შვილდებოდა და პირდაპირად წმინდად შვილდებოდა, ეს იყო ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი და რატომ? ეს არ წერია ესე, რომ აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემა უნდა. საქართველოში რაქიტი თუ უწერია დიაგნოზი არავინ არ აიყვანს. არც ერთი მშვილებელი. შეზღუდული შესაძლებლობაზე და განსაკუთრებულ საჭიროებების მქონე ბავშვის გაშვილება წარმოუდგენელია საქართველოში. ეს დიაგნოზი იმიტომ იწერებოდა, რომ აქ არ გაშვილებული იყო, აქ ეთქვა თუ არის, თუ იმიტომ რომ საზღვარგარეთ გაიყვანათ. ნახეთ. ორივე ერთად რო ყოფილიყო. მაშინაც ეწერა, რომ ჯანმრთელი ბავშვი რატო შვილდება და ეს რო ყოფილიყო ალბათ. ალბათ. რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არ გაშვილდა, აი ეს იმას, რასაც მე ვიძახი, იგივე შეიძლება რომ თქვა, დღესაც ახლა 20-26 წელში მე ძალიან ცოტა მეგულება და რაც ზუსტად შემიძლია გითხრა 2018 წლის ბოლომდე იმ შვილებლების რეესტრი რაც იყო, სადაც დაახლოებით 3000-მდე მშვილებელი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, არ არსებობდა ადამიანი, ვინც აიყვანდა შეზღუდული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი. ეს კი არა ასაკობრივადაც. რატომ? რატომ? ხო. ჯერ ისე არ უნდა ჯანმრთელი. ხო, აი აქ ცოტა სხვა განმევდივართ, ანუ რეალურად ბავშვი აყავთ არა იმიტომ, რომ ბავშვს ეიზრუნონ, არამედ სხვა საკუთარ თავის. ხო. მე სულ ვამბობდი და დღესაც ვამბობ. შვილად აყვანა არის ბავშვისთვის სერვისი. სადაც ყველაზე კარგი ვარ. რატომ? იმიტომ რომ ისევ დავუბრუნდები მე ჩემს ძირითად აზრითიც დავიწყე. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ბიოლოგიური გარემო, ბავშვს უნდა კონდეს სტაბილურობის, მუდმივობის განცდა, მას უნდა ყავდეს მზრუნველი, რომელთანაც ექნება მას მიჯაჭვობა. მიჯაჭვობა იწყება დაბადებით, მუცადყოფნის პერიოდიდან, მაგრამ დაბადებიდან იმ ძირითად მზრუნველზე, ვინც მასზე ზრუნვას. ჩვილმა არ იცის, მას სჭირდება გადარჩენა, მას სჭირდება უსაფრთხოება და მიჯაჭვობა არ არის, ეს ვითარდება ჩვილობაში, თუმცა ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. ეს არის სოციალური და ემოციური განვითარების საფუძველი, რაც მე და თქვენ ჩვენს ასაკში და კიდევ უფრო დიდ ასაკში ჩემი ქცევის, ჩემი ცხოვრების წესს განაპირობებს. ამდენად, როდესაც თქვენ ნახავთ შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონს, ჩვენ გაკეთდა მაშინ ჩანაწერი ასეთი. რა არის ბავშვისთვის საუკეთესო გარემო? ბიოლოგიური ოჯახი, გაშვილება, მეურვეობა, მზრუნველობა და ალტერნატიულ ზრუნვაში ყოფნა. ეხლა რატომ მეურვეობა? რა არის ალტერნატიულ ზრუნვაში ყოფნა? მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მინდობით აღზრდა, ეს არის სერვისი. ეხლა მეურვეობა, მზრუნველობა რატომ გამოვყავით? ბავშვს, რომელსაც არ ყავს მშობელი, რატო არის ცენტრალური ორგანო მეურვეობა მზრუნველობის ორგანო? ეს არის ყველაზე მთავარი. ისევ უბრუნდები საწყის, რომ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი არის მშობელი. მას თუ მშობელი არ ყავს, არის ობოლი. სანამ მას ეყოლება კანონიერი წარმომადგენელი, ანუ დაენიშნება მეურვე. ან მზრუნველი. ეხლა ეს ისეთ ტერმინია 7 წლამდე მეურვეა, 7 წლის მერე მზრუნველი, რომელიც ფუნქციები ერთი და იგივეა. მოდით ისე ვთქვათ, თქვენ როდის დაიწყეთ მე ამ სისტემაში მუშაობ, როდესაც რეფორმა დაიწყო 2009 წლიდან 18 წლამდე მუშაობდი, გარკვეული პოზიციებს ვიცვლიდი, ასე ვთქვათ. თუმცა ეს რეფორმა, რომელიც ჩატარდა ამ ქვეყანაში, ამ პროცესში ვიყავი და ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი ამ გაწარმოებული პროცესში. რეფორმა ნიშნავდა ბავშვთა სახლების გაუქმებას და ბავშვების გადაყვანას მინდობით აღზრდაში. რატომ გახდა ბავშვთა სახლების გაუქმება საჭირო და აუცილებლად უნდა ვიკითხო რა, მართლა იყო თუ არა ისეთი მძიმე პირობები და მდგომარეობები ბავშვთა სახლში, რასაც ყვებიან? ძალადობა, ანტისანიტარია, ძალადობა ყველა მხრივ მივხვდით ალბათ რასაც გულისხმობთ. მართლა იყო თუ არა ესეთი გაუსაცდელი მდგომარეობები? ნამდვილად იყო.
და რაც არ უნდა იდეალური ყოფილიყო, შევთანხმდეთ. ბავშვთა სახლი არის ცალსახად ყველაზე დამანგრეველი და ცუდი. რატომ? დიდ დაწესებულებაში, სადაც ბევრი ბავშვია, სადაც ინდივიდუალური ზრუნვა არ ხდება. ინდივიდუალური ურთიერთობები არ ხდება, ჩემი საჭიროებების იდენტიფიცირება არ ხდება. ჩვენ ახლა შვილები რომ გვყავს, ვიცით, ერთი ყოჩაღია რაღაცაში, მეორეს რაღაცაში სჭირდება დახმარება, ხო? ერთს უყვარს ვაშლი, მეორეს მსხალი. არ შეიძლება რომ ყველა ვყვებოთ ერთი და იგივე საქმე. თითოეულ ბავშვს სჭირდება თავის იმისათვის რომ ეს მიჯაჭვულობა გაუჩნდეს, იმისათვის რომ მან იცოდეს რომ ვიღაცას უყვარს და შიში არ ქონდეს, რაღაცა რომ ეტკინება შეუძლია ვინმესთან მივიდეს. რაღაცას რომ დააშავებს ვიღაცა უპირობოდ მიიღებს მას. ამის განცდა თუ არ ექნა, ვერ გაიზრდება ეს ადამიანი სრულფასოვანი, რომელიც შემდგომში ბევრ წინააღმდეგობას შეხვდება ცხოვრებაში. ბავშვთა სახლი ცალსახად ყველა აღიარებს, რომ ეს არის დიდი ინსტიტუცია, სადაც ინდივიდუალური მიდგომა. ეხლა შიგნით რა ხდებოდა? ხდებოდა ცუდი რამეები. ძალადობაზე, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ, მე მივხვდი თქვენ რა მიმანიშნეთ. ძალადობა ყველანაირი ძალადობა ახდენს ერთნაირ გავლენას. ზოგი ფიზიკურ ტკივილს იწვევს, ეს იქნება ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, თუ უგულებელყოფა და ფსიქოლოგიური. უგულებელყოფა არის მათ შორის, როდესაც მე მშია და ვერ ვჭამ, იმიტომ რომ 3 საათზე არის ადენი. უგულებელყოფა არის, როდესაც მე მინდა სკოლაში ჩავიცვა წითელი კაბა და მაცმევენ კუბოკრულს, იმიტომ რომ სხვა არ არის. მე არ ვლაპარაკობ, რომ აუცილებლად უნდა შეუძინო და ეკონომიურად უნდა ძლიერი ვიყო. არა. მე არავინ არ მელაპარაკება. და არ მიხსნის, რომ იმიტომ რომ წითელი არა გაქვს, მაგრამ ნახე რა ლამაზია. ეს არის ყველაზე მეტი. იყო ძალადობებიც იყო. მე მაგალითად სოციალური მუშაკები მაგალითად მიყვებოდნენ, რომ შევიდნენ ერთ-ერთ ბავშვთა სახლში. წარმოედგინეთ თქვენ 25 ბავშვი იჯდა ჩუმად. შეიძლება 25 ბავშვი აბსოლუტურ სიჩუმეში იჯდეს? წარმოგიდგენიათ, როგორ გააჩუმ. და რო იკითხა, რომ რა ხდება? სიჩუმობანას ვთამაშობთ, რომ თუ 1 საათი ჩუმად ვიждები, ტელევიზორს ჩაგვერთავ. მცირე საოჯახო ტიპის სახლში რომ გამოვიყვანეთ ბავშვები, 8 წლის გოგო გამოვიდა და პური რო ნახა, იკითხა, რომ რა არის. ვაიმე, კაი. იმიტომ რომ იცოდა, რომ პური იყო ნაჭერი. თუმცა ამ მდგომარეობას მიჩვეული ბავშვები რთული გამოსაყვანი გახდნენ. ხო, ეხლა ნახეთ. მე ვიცი ეს ეხლა ნახეთ, რთული გამოსაყვანი რატო გახდა? ძალიან ბევრს იმ შემთხვევაში. დიაგნოზი რო გენახათ, ეწერა განვითარების შეფერხება. თუმცა არ არსებობდა რომ არ ყოფილიყო. ამას ვეძახით ჩვენ ინსტიტუციურ გავლენას. ბავშვები, რომლებიც გადავიდნენ მინდობით აღზრდაში, სადაც ინდივიდუალური ზრუნვა დაიწყეს და კითხეს, რომ შენ დღეს ქათმაი შეგიწვა თუ მოგიხარშო. და როცა ისწავლეს, ძალიან ბევრ შემთხვევაში მსუბუქი ჩამორჩენა აღარ იყო. 6 თვეში დიაგნოზი გასწორდა. იმიტომ რომ განვითარებაზე იყო ინდივიდუალური მიდგომა, ხო ეს არის. რატომ არ ხდებოდა ბავშვების განვითარება? ვერ განვითარდება, ნახეთ, ინდივიდუალური მიდგომა. სკოლაში დადიოდნენ, აჭმევდნენ დღეში. თვალსაწიერი მათი არ იყო. ბავშვების კი არ, მე გულისხმობ მასწავლებლების მხრიდან ამზადა. ვერ წარმოუდგენელია. თქვენ შეძლებთ ერთი აღმზრდელი 20 ბავშვს ერთნაირად მოექცეს. რატომ არ ხდებოდა დამატება? ერთად ცხოვრება არ შეიძლება ამდენი ბავშვის. ნახეთ, რატო გაჩნდა ალტერნატიული ზრუნვის ორი ვერსია გვაქვს ჩვენ დღეს. ეს არის მინდობით აღზრდა, დღეს ბავშვთა სახლები აღარ არსებობს, ესეც აღნიშნოთ. მინდობით აღზრდა არის ყველაზე ახლოს მყოფი ოჯახთან მიახლოებული მომსახურება, სადაც ბავშვი ოჯახში შედის და როგორ შედის? გაშვილდება ან ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნდება. ყველა ბავშვი არ შვილდება, ვინც არ და სახელმწიფო ზრუნვაში. ან გადადის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ეხლა ეს მცირე საოჯახო ტიპის სახლები როგორ გაკეთდა? დაახლოებით ეს არის მსგავსი მრავალშვილიანი ოჯახისა. ხო? სახლები იყო 7-10 ბავშვიანი და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ 7 ბავშვიანი ყოფილიყო. იყო ორი მოდელი, პოლონური და ბრიტანული. იყო აღმზრდელი,
რომელიც დედობილი მამობილი ერქვა და სამუშაო კვირაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო წყვილი, ეს ყველაზე კარგი ვერსია იყო და შაბათ კვირას მოდიოდა ასე ერქვა დეიდა და ბიძა, ჩამნაცვლებელი. ან იყო აღმზრდელი, რომელიც უფრო დიდხანს იყო ამ ბავშვებთან და ინდივიდუალურად მუშაობდა. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი. არ შეიძლება რომ 10 ბავშვი იწეს ერთ ოთახში. შენ პირადი სივრცე არ გქონდეს, შენი პირადი კარადა არ გქონდეს, სკოლაში რო დადიხარ, შენი სამუშაო გარემო არ გქონდეს, ხო? სულ მინიმალურ მოთხოვნილებებზე არის საუბარი, ხო? ამდენად ამ ბავშვებს ჰქონდათ გაჩნდა ეს ვერსია, რასაკვირველია, როდესაც ვსაუბრობ, თუ ქვეყანას აქ ფუფუნებრო ეს სერვისები ჰქონდეს და ვიცი მე მკითხავთ რომ მინდებით აღას, აღარ არის მიმღებშობილი, ცოტა. რატომ? ამ სისტემასაც განვითარება სჭირდება, ნახეთ. ვერ განვითარდით? არა, ამ მიმღებშობლებს სჭირდებათ ხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ არც ისეთი ბევრი თანხა არ არის, ნახეთ. რამდენია? დღევანდელი ცვლილებებით არის 100. მინდობით აღზრდა არის რამოდენიმე ტიპის. გვაქვს ჩვენ დღეს. არის რეგულარული მინდობითი აღზრდა, ანუ სადაც ტიპური განვითარების ბავშვი ხდება. არის სპეციალიზირებული მინდობითი აღზრდა, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია, მათ შორის სტატუს მინიჭებული, ეს არ მიყვარს სიტყვა. არის გადაუდებელი მინდობითი აღზრდა და არის ჩამნაცვებელი, რისპაითი. ჩამნაცვებელი სულ აყავთ, 18-ში გავაჩინეთ სამწუხაროდ ვერ ამუშავდა, როგორც ვიცი. რეგულარული მინდობით აღზრდაში, როგორც გითხარით, არიან ჯანმრთელი ბავშვები და დღეს სახელმწიფო იხდის დღეში 31 ლარს, რომ გავამრავლოთ 960 ლარი გამოდის, ხო? განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში არის 51 ლარი, დაახლოებით 1200 ლარია და გადაუდებელი მინდობით აღზრდა რომელია, ნახეთ. მე დღეს ღამე ვიპოვე ბავშვი ქუჩაში. ან გამოვიყვანე გადაუდებელი წესით ძალადობის გამო ოჯახიდან ბავშვი. მანამ სანამ რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადავიყო, სადღაც ხო უნდა განვათავსო, ქუჩაში ხარ დავტოვებ. აი ეს არის გადაუდებელი მინდობით აღზრდელი, რომელიც სულ მზად უნდა იყოს ბავშვის მიღებას. რასაკვირველია მინდობით ხო და სპეციალიზირებული ეს უკვე განსაკუთრებული საჭიროების მქონე. ეხლა რამდენი ბავშვი შეიძლება რომ თითო ოჯახს იყო ეს გამოწვევა, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, ნახეთ რა ხდება 2018 წლიდან გაჩნდა ჩანაწერი, რომ 4 არასრულწლოვანზე მეტი არ უნდა იყოს ოჯახში. მათ შორის მიმღებშობელს თუ ყავს თავისი არასრულწლოვანი შვილები, ორზე მეც ვერ მიიღებს. აი ჩვენ ერთი ქალი ყავს, არ ვიცი ხარ რამდენად სიმართლეს ამბობს, მაგრამ ზუსტად ერთ გუშინწ ველაპარაკეთ და 7 ბავშვი მყავსო. მაგრამ განსაკუთრებული გამონაკლისი არის დედმამიშვილის დაშორება არ შეიძლება. ხო, აი ეს არ ვიცი, არ. ნახეთ, იყო შემთხვევა მაგალითად, როდესაც მამამ მოკლა დედა, მერე თვითონ მოიკლა თავი და 7 ბავშვი იყო ერთად. მათი დაშორება წარმოუდგენელი იყო, ხო? თავისთავად. ამიტომ განთავსდა ეს ბავშვები ისეთ მიმღებშობელში, ვისაც ჰქონდა საშუალება და გარემო რომ მიეღო, ასე არის. თუმცა არ არის. არ ვიცი, დღევანდელი რეგულაციები არის. ხო, სამწუხაროდ. არა, რეგულაციები კი არა, ანუ კანონით ხო არ შეიძლება დაძმის განცალკევება. არ დაძმის განცალკევება. თუ ნახეთ, ბევრი დათქმები, იმიტომ არის, რომ ეს სფერო არ არის ისეთ ხისტი, ასე არის ნათქვამი და მორჩა. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ეს. ჩვენ მე პირადად და ჩემი მუშაობის პროცესში დაგვიშორებია დაძმა. რატომ გახდა ამის? იმიტომ რომ ძმა იყო სექსუალურად მოძალად დედაზე. ეს ამ შემთხვევაში საუკეთესო ინტერესი იყო ამ ბავშვების ერთმანეთისგან დაშორება. მიმიხდით? თუ ბავშვებისთვის საუკეთესო ინტერესია რომ პირველ რიგში უნდა იყვნენ, მათ შორის გაშვილების დროს. აი თქვენ როდესაც ნახავთ ვინ არის პრიორიტეტი შვილებელი, ვინ შეიძლება იყოს, ვის შეუძლია რიგ გარეშეთ. ხო? იქ წერია რომ ის ადამიანი, რომელსაც ერთი აყვანილი ყავს და იმავე ბავშვის თუ იმის დააძმა იპოვნე, აი მშობელმა გააჩინა. ან მერე თუ გააჩინა. მერე თუ არ აქვს მნიშვნელობა, შენ უნდა მოძებნო და შესთავაზო. ამ შემთხვევაში ის რიგ გარეშე
და აი ეს ყბადაღებული რიგიც ამ რიგზე ვისაუბროთ რა. ბატონო, როგორ ხდება რიგში? არა, ჯერ ვთქვათ დაახლოებით, აი დღეს ან დღევანდელ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ ჯერჯერობით, მაგრამ წელიწადში რამდენ ბავშვს ტოვებდა დედა? მე ვგულისხმობ, ვინც უარს ამბობს ბავშვზე, ან სამშობიაროში ტოვებს, ან ბავშვთა სახლში ტოვებს, ისე რომ მას აღარ უნდა შვილის ნახვა. ბატონო, ნახეთ. მაშინ მოდით ვთქვათ, მათ შორის პირდაპირი გაშვილების დროს, როცა წერდა უარს. კი ბატონო. კარგით? ანუ პირდაპირი გაშვილება ნიშნავს, როდესაც თავად წყვეტდა ვისთვის მიეცა ბავშვი. გადაწყვეტილებას ვისთვის მიეცა ბავშვი. რამდენი ესე? აი, როდესაც პირდაპირი გაშვილება იყო, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი იყო, დაახლოებით 50 შეიძლება. წელიწადში, საქართველოს მასშტაბით. მაგრამ აქედან, ნახეთ, აი, ქუჩაში იპოვნეს. სამშობიაროში განცხადება და ძალიან ცოტა იყო. ძალიან ცოტა, ნუ მაქსიმუმ, რა ვიცი, 8, 10, ნუ აი ძალიან რომ მოვიდო. წელიწადში. აქვე სამწუხაროა ის, რომ ჩვენ მხოლოდ გაშვილებული ბავშვების სტატისტიკა, ანუ მშობლების მხრიდან ნები დატოვებული ბავშვების სტატისტიკა და არ გვაქვს სტატისტიკა აყვანილი ბავშვების. იმიტომ რომ აყვანილი რამ ოფიციალურად, ანუ მე ვგულისხმობ, აი მე ხო აყვანილი ვარ, მაგრამ არ ვარ გატარებული როგორც მე პირდაპირ მიწერილი ვარ. სწორედ, ნახეთ, ეს იყო ძველი სისტემის ყველაზე ბევრი ნაკლი ქონდა. ხა ვერაფერ ვერტყურო, ეს ყველაზე ცუდი იყო, ყველაზე ცუდი იყო, რომ ბავშვები იყიდებოდა. თავისთავად. თუმცა მე იმის თქმა მინდა, რომ ეხა 10 ბავშვი მარტო შემ კლასში ვიცი, ნუ 10 არა, მაგრამ 3, რომელიც 84 წელს ვარ დაბადებულები და აქ საუბარია, რომ წელიწადში საქართველოს მასშტაბით 10 ბავშვი რჩებოდა მშობლის გარეშე. ეს როდესაც ოფიციალურად განაცხადა. ხო, ამას ვამბობ. ეხა პირდაპირ თქვენ მე ხაზი გაუსვით, რომ სამშობიაროში თუ წერს. ხო. ნახეთ, როცა პირდაპირ გაშვილებაზე ჩვენ ლაპარაკობდით. სამშობიაროში არ წერდა. გამოყავდა და მე მოდიოდნენ ერთად. ნუ აი ამიტომ შეიძლება სამშობიაროში არ დაეწერა, მაგრამ მეორე მომზრუნველობის ორგანო. ხო, მაგრამ ასობით და ასობით არა. ასობით არავითარ ისევ ვიმეორებ, საქართველოს არ არის ქვეყანა, რომელიც იქნება ბავშვების დონორი. ეს არის სირცხვილი, რომ ვიყოთ ბავშვების დონორი. რაც არ უნდა დიდი პოპულაცია იყოს, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იამაყებს იმითი, რომ მე შემიძლია ბევრი ბავშვი გავაშვილო. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული მე თუ მკითხავთ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, რომ შენ არ უზრუნველყოფ შექმნა ისეთი სისტემა, რომ ბავშვი თავის ბიოლოგიურ გარემოში გაიზარდოს. ამიტომაც ისე დავუბრუნდეთ მინდობით აღზრდას, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ტიპი მინდობით აღზრდის ნათესაური მინდობით აღზრდა. რა არის ეს ნათესაური მინდობით აღზრდა? ნათესაური მინდობით აღზრდა არის საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში მეურვეობა მზრუნველობა თუ არის guardianship და care, არსებობს kinship. ანუ kinship-ი, ანუ იგივე ნათესაური მინდობით აღზრდის ალტერნატივაა. როცა მიდის ბავშვი მეურვეობა მზრუნველობაში, მაგრამ სახელმწიფო ფულს უხდის, ვაიმე მაბატი. მეურვე მზრუნველს ჩვენს კანონმდებლობით არ უხდის სახელმწიფო. შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ბავშვზე ნათესავის ბავშვს. ნახეთ, თუ არის ბავშვი ობოლი, გარდაეცვალა დედა, მამა, ენიშნება ბებია, დეიდა და ასე. მაგრამ ნახეთ რა გაჩნდა და რა საჭიროება გაჩნდა, რომ ასევე შეიძლება დარჩენილიყო ბავშვი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ისეთ ოჯახში, სადაც სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა არ არის დაალხენილი. ამიტომ სად არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი? იმიტომ რომ ბებიას არ აქვს ფული მოვგლიჯო და წავიყვანო სადღაც მინდობით აღზრდაში, სადაც დავარეგისტრირე, იქ მინდობით აღზრდაზე რეგისტრაციაზეც გეტყვით ფინანსური ნაწილის რეგულირება როგორ. მაგრამ ეს აი ამაზე ხო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო და სიუჟეტზე კეთდებოდა და ეს ქალები ამბობდნენ, რომ აი მე რადგან ფინანსური მდგომარეობა არ მაქვს კარგი, ამიტომ შვილს მართმევენ და გადაყავთ სხვა. დღესაც მე 2 წლის წინაც მინახია, მაგრამ არ მჯერა, ნახეთ, ეს მათი აღქმა და მათი არ არის ეს წესი და ცალსახად გიწერია,
კოდექსში, კონვენციაში შენი სამუშაო ინსტრუმენტი რა არის? ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ის რომ ბავშვის ინტერესი არ არის და ბავშვი არ უნდა დაზარალდეს მხოლოდ იმიტომ რომ შენ ვერ შეუქმენი მშობელს ისეთი გარემო რომ არის შიმშილოს და შვილი არ აშიმშილოს ნახეთ კი ბატონო ეს არის მთავარი მაგრამ თუ მე მშობელი ძალიან მიჭირს საქართველოს რეალობაში ამაზე ლაპარაკი ნახეთ იმიტომ რომ არ გვაქვს მომსახურებები და სერვისები იმიტომ რომ ვერ ვაძლიერებ მე ამ მშობელს იმიტომ რომ ვერ ვასაქმებ ნახეთ და რადგან მე ვერ ვასაქმებ მშობელს ამიტომ შვილი უნდა წავართვა არა არ უნდა წავართო უგულებელ ყოფაზე აი ძალადობაზე როცა ლაპარაკობ და მეკითხეთ ნებისმიერ ძალადობა ერთნაირ გავლენას ახდენს უგულებელ ყოფა რა არის როცა მე ვიცი რომ ზიანს მოვუტან ბავშვს და მაინც არ ვაკეთებ. ნახეთ? როცა მე ვიცი რომ ჩემს შვილს რომ სიცხე აქვს მაგალითად არ მიმყავს ექიმთან ვრისკავ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია რომ ბავშვი რახან არის ყველაზე მოწყვლადი და იგი ვერ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვს მოკიდოს ხელი და გაიყვანოს. მაგრამ თუ მე არ მიმყავს ბავშვი იმიტომ რომ ვცხოვრობ მაღალმთიან რეგიონში სადაც თოვლია და ტრანსპორტი არ არის ეს ჩემი ბრალი არ არის ეს სახელმწიფოს ბრალია რომ არ დამინიშნა ტრანსპორტი არ გააკეთა გზა ან მსგავსი რამ მე არ მჯერა რომ მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეიძლება ეს ამ მშობლებისგან გაყვანილიყო მხოლოდ არ მინდა დავიჯერო იყო შემთხვევები მაგალითად იცით როგორი შემთხვევებიც მინახავს და ასეთ მშობელსაც უთქვამს რომ აქვს რეგიონში სახლი და ჩამოდიოდა მაგალითად ურბანულ დასახლებაში ავიღოთ თბილისში ამ შემთხვევაში ბავშვთან ერთად და შევიდოდა სადღაც და ცხოვრობდა ისეთ გარემოში რომელიც ბავშვისთვის კეთილსაიმედო არ იყო. იმისათვის რომ რამდენიმე ბავშვით სარგებელი მიეღო ბინა. აი ნახეთ, აქაც ძალიან ისეთი თემა. ხა ვიღაცა იტყვის რომ იმ რეგიონში თუ მე ისეთი სახლი მაქვს და საშუალება მაქვს რომ დავსაქმდე მიწავა დავამუშავო და ასე შემდეგ და ეს ჩემი ინტერესი ამ მე მანიპულირებ ბავშვებით რასაკვირველია. დადგება საკითხი და დაგელაპარაკო და მაგრამ ტაცო ხელი ამ ბავშვს და გავიყვანო არანაირად მართალი არ ვიქნები. ასეა, იცით რა, სულ მახსენდება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რომ შევიყვანთ ბავშვები და ეს იყო 2010-11-12 წელი. იცით როგორი ბავშვები იყვნენ, მათ შორის რომელსაც შუქი არ ქონდათ სახლში, ხო შეიძლება კომპიუტერი ქონდათ, რაღაც ფერა. საახალწლო სურვილებს რომ ნახავდით. ყველას ეწერა რომ მინდა ბუხართან დედა და ეს არის რა. ამის პირობა უნდა შეუქმნა რომ იყოს ხო მეც უმეტირებ ამ ამბებს რომ ყვები ხოლმე უნდა ხო ესია ნახეთ მაგრამ ის მშობელ ამიტომ შენი მშობელს უნდა ეს არის ის რაც ახლა ჩაწერა კანონმდებელმა რომ ბავშვის პრევენციის და რეაბილიტაციის სერვისები უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო დიახაც უნდა უზრუნველყოს პრევენცია ყოფს ხო აი ეგ უკვე არ გვაქვს ბევრი სერვისი არ გვაქვს ერთადერთი რაც იყო ერთ-ერთი ძლიერი ერთადერთი არა და არ ვიქნები სწორი ახლა ხო არ შეიძლება ყველაზე ძლიერი სერვისი იყო მოტივირებული სოციალური მუშაკები რომელიც თვითონ სერვისს აწვდის აი ამ მშობელთან საუბარი რომას აუხსნა ხო მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვი იმედის ქალაქში ადამიანები რო ცხოვრობენ ბათუმში რომელსაც მეწყერმა დაუმეწყრა სახლი რომელსაც არაფერი არ აქვს და მიგდებული ყავს სახელმწიფოს ასე ეს ადამიანები და არ უყურებს ხო არ შეიძლება ესეც დანა იქ ვერ გამოგლიჯავ ბავშვს იმას სხვა წასასვლელი არ აქვს და შენი ვალდებულებაა რომ წასასვლელი გარემო შეუქმნა მიმეღდეთ რას ვამბობ მაგრამ შენ თუ გაქვს გარკვეული მხარდაჭერა და იყენებ ბავშვს და არის სამწუხაროდ არიან მანიპულირებენ ამ შემთხვევაში გაყავს სახელმწიფოს რატომ იმიტომ რომ ჩემი მთავარი საზრუნავი არის ბავშვი მე ვალდებულება მაქვს რომ მშობელი თუ არ მაშინ მე არა მე მაქვს ეს პასუხისმგებლობა მეორეობა მზრუნველობის ორგანოს მე მომეთხოვება
ადამიანურად კი არა, ისედაც კანონმდებლობით მომეთხოვება, რომ ეს დავიცვა ბავშვი საუკეთესო ინტერესში. რა კრიტერიუმებით ირჩევა მიმღები ოჯახი? ნახეთ, კრიტერიუმები არსებობს დაწერილი, სავალდებულოდ შესასრულებელი და მათ შორის აი ფინანსურ ნაწილზეც მე გითხარით, რომ ვისაუბროთ, თქო. პროცედურა როგორია? მოდით აქედან დავიწყოთ და თან მივაყოლებთ ამ კრიტერიუმებს. აი ნებისმიერ ოჯახს რა, რომელსაც მუშაობა არ უნდა, შეუძლია რომ დარეგისტრირდეს. შეუძლია, მე გითხარით, აი თავიდან პირველი ტალღა რომელიც იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის თანხა იყო, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომელსაც ექსპერტიზა ჰქონდათ, ექსპერტული ცოდნა ჰქონდათ, რომელიც ფინანსდებოდნენ, თან სერვისს აწვდიდნენ. პირველ რიგში წერ განცხადებას. მივდივარ. უნდა ვიყოთ ვარა დაოჯახებული. არავითარ შემთხვევაში ვალდებული. არც შვილადაყვანაში არა მაქვს, მე ვალდებული ვარ. მე შემილია როგორც მარტოხელა დავრეგისტრირდე მშვილებლად. თუმცა უპირატესობა მაინც ცოქმარს ენიჭება, ხო? რატომ? არა, ჯერჯერობით არ გვიწერია ეს კანონმდებლობაში, მოდით თქვა და რეესში უპირატესობაზე. თუმცა მე თუ მკითხავთ, რო ეწეროს ცუდი არ იქნებოდა. რატო? ნახეთ. მთლიანი ოჯახი ბევრად უფრო კარგია ბავშვისთვის, სადაც როლები განსაზღვრულია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მე თან არ მაქვს ასეთი ოჯახი დაუშვათ და ჩემი შვილი გავზარდე მე, ეს არ არის ახლა. მაგრამ არის ეს საუკეთესო, ნახეთ, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ შვილად აყვანას, თუ შევთანხმდით, რომ არის სერვისი. ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა შევთანხმდეთ. ამიტომ არის ეს. მაგრამ რასაკვირველი არავითარ შემთხვევაში მარტოხელა შეიძლება ბევრად ამის წინააღმდეგობა არ გვაქვს. ასევე არ გვაქვს შვილად მინდობით აღსტაში. ძალსახად. რეგისტრირდები და არის გარკვეული პირობებს თხოვს სახელმწიფო. გარდა იმისა, მომცემს უფლებას თუ არა, მოდით აქამდე მივიდეთ. უნდა ვიყო მოქალაქე, უნდა ვიყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების რეესტრში დარეგისტრირებული და შეფასებული. ნახეთ, რას ნიშნავს? აი სოციალურ დაუცველთა ბაზას ეძახიან პოპულარულ ენაზე. პირიქით არ უნდა ვიყო სოციალურად დაუცველი და გარკვეული ქულა დაადგინა მიმღები მშობლებისთვის. რომ აი ამ ქულის ქვემოთ თუ ვარ, ანუ იმ ჯგუფში თუ ხვდები, სადაც სახელმწიფო გარკვეულ სერვისებს და ბენეფიტებს გასცემს, მატერიალურ თუ არამატერიალურს, აქ უფრო მეტი რისკია ფინანსური დაინტერესების და ამიტომ აქ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ის თითო სახელმწიფოზე დამოკიდებულია. გარკვეული ბენეფიტებით, გარკვეული სერვისებით. მათ შორის ოჯახის ყველა წევრმა უნდა თქვას თანხმობა. ეხლა მე დიასახლისი ვარ და მოვიწყინე და მინდა ბავშვი გავზარდო და იქ მეუღლემ მითხრას, რომ არა და ამ ბავშვს ცუდად მოექცეს, არავითარ შემთხვევაში. ასევე მე უნდა მოვიტანო ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ჩემი. მე უნდა მოვიტანო მოგაცად ნასემართლეობისა და მსჯავრდების შესახებ ცნობა. ამ დოკუმენტაციას რო ვაგროვებ, პარალელურად მე უნდა გავიარო სავალდებულო სასწავლო კურსი, რომელიც არის უფასო. რომელსაც მიმღებ მშობელზე, არა მშვილებელზე. მშვილებებისთვისაც სავალდებულო გახდა, მაგრამ ფასიანი ძალიან სიმბოლურ თანხაზეა საუბარი 50 ლარს. მე ეს კურსი უნდა გავიარო, ავიღო სერტიფიკატი და ამის შემდეგ უკვე ვიწყებ რეგისტრაციის პროცესს. ფსიქოლოგიური მომზადება თუ არის ამ დროს? ამ ნახეთ, ცალკე ხა ფსიქოლოგიური მომსახურება. აი ეს სწავლების პროცესი ინტენსიურია. აი რატო ვკითხულობ, იცით, ჩვენ ჩაწერამდე ვისაუბრეთ, რომ დამიკავშირდეთ ქალბატონი, რომელიც ტიროდა თავს იკლავდა, რომ შულს მართმევენო და საბოლოოდ გავიგეთ, რომ თურმე იყო ეს მიმღები ოჯახი, ამ ქალბატონმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ბავშვი დროებით იყო მასთან, მაგრამ იმდენად მიეჯაჭვა, ემოციურად იმდენად მიეჯაჭვა, რომ აღარ ატანდა. მეც ესე ვიქნებოდი ალბათ, რა, ნახეთ, ეს ფსიქოლოგიური მომზაობა ხო ჭირდება. ეს არის წოთა აი ამ ტრენინგის დროს გადიან და გარდა ამისა, მე თქვენ გითხართ ჩვენ როცა მანამდე საუბრობდით, ყველა სერვისი ჭირდება განვითარება. ხო. ნახეთ, პირველმა ტალღამ ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ მიმღებს მშობლებს ჭირდებათ მხარდაჭერა. მიმღებს მშობლებს ჭირდებათ სერვისები, თვითონ მათ ჭირდებათ სერვისი. დღეს თუ მე ვინმე მკითხავს, ვიტყვი რომ მინდობით აღზრდა უნდა გავიდეს.
სახელმწიფოს მართვიდან. ნახეთ, სერვისებს, მაგალითად, მცირე საოჯახო ტიპის სახლების სტანდარტებს ადგენს სახელმწიფო, სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვის ეგრეთ წოდებული მშობელია, კანონიერი წარმოება, მეორეობა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი. მაგრამ სერვისს აწვდის სამოქალაქო ორგანიზაცია. რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები აქვს. ბევრად უფრო ადვილი სამართავია, ნახეთ. როდესაც დიდ ბავშვთა სახლებს ვხურავდით, ერთ-ერთი მოწინააღმდეგების არგუმენტი იყო, რომ ძალიან ძვირი დაჯდება, მინდობით ახსდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი. დაათვლადია ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ დიდი ბავშვთა სახლები, რომლებიც ანგრევდა, ღუპავდა, ყველაზე ცუდი იყო ბავშვისთვის, ბევრად უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობით ახსდა. და თან ორიენტირებული სწორი სერვისი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესზე. ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო სოციალური მუშაკი, ხო ახლა გადავხდი. სოციალური მუშაკი არის თვითონ სერვისი, ის იყო მისი ფსიქოლოგიური მხარდამჭერი, ბავშვის მხარდამჭერი იყო. ეხმარებოდა ოჯახთან თავსებადობის დროს, აფასებდა, ხო, როცა რეგისტრირდები, მოდის სოციალური მუშაკი და მაფასებს. ხო. მათ შორის ოჯახს არ აფასებს, მხოლოდ სტატისტი არ არის, ეს არ წერს, რომ ამდენი ოთახი, ამდენი საწოლი, ამდენი კაცი, ამდენი ქალი, ამან კი იმან არა. არა, ის უნდა შეაფასოს თქვენი მზაობაც, თქვენი სოციალური კავშირები, თქვენი გარემო, თქვენი დამოკიდებულება, ასე შემდეგ და მერე გაძლევთ, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციას, რომ რეგისტრირდებით. ეხლა თქვენ არ ახართ მიმღები მშობელი, არ ხარ რაღაცა მონა, ხო? მოდით ესე ვთქვათ. თქვენც გაქვთ გარკვეული მოთხოვნები, ხო? შეგიძლიათ, მე შეიძლება მყავდეს პატარა გოგონა სახლში 2 და კიდე მინდა მესამე, სადაც გავზრდიდი და მირჩევნია, რომ იყოს გოგო, იმიტომ რომ ეს ვიცი. იქ შეგიძლიათ დაწეროთ, როგორი ბავშვი, ასაკობრივი ზღვარი, ჯამრთელი შეგიძლიათ მიიღოთ. თუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი იყოთ, მაშინ სხვა სწავლება უნდა გაიაროთ. მათ შორის ჯანდაცვის მოდული არის, როგორ უნდა მოუარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამა თუ იმ ტიპის ბავშვს და ასე შემდეგ. და მერე უკვე ხდება შეთავაზება. განშორება არ უჭირთ. უჭირთ და ამიტომაც გაჩნდა. აი ამ ქალბატონს მაგალითად არ ვიცი მან იცის თუ არა, შეუძლია განაცხადოს, რომ გახდეს მშვილებელი. ის შეიძლება სულაც არ იყოს შვილებელთა რეესტრში, მაგრამ უპირატესი უფლებით ვისარგებლობს შვილადაყვანაში, როდესაც მინდობით აღმზრდელი, რომელთანაც ბავშვი 6 თვე მაინც არის, თუ გადაწყვეტს, რომ აიყვანოს, შეუძლია დარეგისტრირდეს და მას ექნება პრივილეგია ამ ბავშვის აყვანის შემთხვევაში. აღზრდაში ბავშვის აყვანის მერე რომ დარეგისტრირდეს მშვილებლად, შეიძლება და ყოფილა ასეთი შემთხვევები, მე წეღანაც გიყვებოდით. განსაკუთრებული ეს ძალიან ისეთი თემა, მინდა რომ ბევრი მოუყვე და ცოტა დრო გვაქვს თითქოს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი საქართველოში არ შვილდება. არ არსებობს. ქართველმა მშვილებელმა რატომ? ორი თემა. ორი თემა, ერთი რომელიც ვიმეორებ, რომ ქართველ მშვილებელს არაა გააზრებული, რომ ამას აკეთებს ბავშვისთვის. ის აკეთებს თავისთვის და თავისთვის უნდა საუკეთესო. მაგალითად, უნდა ცისფერთვალება, არ უნდა ხუჭუჭა. იმიტომ რომ თვითონ სწორი თმები აქვს. უნდა ჯანმრთელი, რომ დაბერდება წყალი ვინმე მიუტანოს და ასე შემდეგ. და მეორე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ყოლა საქართველოში ძალიან დიდი გამოწვევა ბიოლოგიური მშობლებისთვისაც. იმიტომ რომ მათ მხარდაჭერა სერვისები აქვს ძალიან ცოტა. უწევთ ამ მინიმალური სერვისებით დაკმაყოფილება და არ არის სხვა დამხმარე საშუალება. ამ დროს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვისაც აყავთ პირიქით ძალიან დიდი ბევრი კითხვის ნიშნები იყო რაღაცა შეთქმულების თეორიები, რომ იქ იმიტომ იყავთ, რომ რაღაცა ორგანო. აი ეს რა სისულელი ახლა ამაზე ყველა არა, ნამდვილად არა, იმიტომ რომ დღეს თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შვილდება საქართველოში და შეიძლება წელიწადში გაშვილებული იყო 7, 5, წარმოიდგინეთ. აქედან 90% შვილდებოდა ქვეყნის გარეთ.
1% აყავდა მიმღებ მშობელს, რომელიც ვერ უშვებდა ამ ბავშვს. ჩვენ მქონდა იცით როგორი შემთხვევები მქონდა, მაგალითად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი იყო მიმღებ მშობელთან. და ამ ბავშვზე ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. იცით, ახლა არსებობს კიდევ სენტიმენტები, არსებობს და ეს რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაუბრუნდეთ ისევ, რასაც ასე ვიმეორებ სულ. მისთვის მნიშვნელოვანი არის სტაბილური მუდმივი გარემო და ოჯახი. თუ ეს ბავშვი ეძლევა შანსი, რომ გაშვილდეს და კონდეს მას ოჯახი, სტაბილური და მუდმივი. მისთვის რა არის უკეთესი? ეს განშორებასთან სწორად მართვა, რასაკვირველია და იყოს სტაბილურ გარემოში, თუ დარჩეს 18 წლამდე, 21 წლამდე მინდობით აღსტაში და მერე აი მერე რა ხდება? არაფერი. იყო შემთხვევები, რომ ესეთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მშობელი, რომელთანაც მივსულ ვართ და გვითქვამს, რომ ეს ბავშვი შევთავაზეთ და პოტენციურმა მშვილებელმა თქვა თანხმობა. მათ აუყვანიათ შვილად. ეხლა ნახეთ, აქ კიდევ 18 წლის მერე ამაზეც რომ მითხრათ, რომ ვისაც არ ახავთ. 18 წლის მერე კი ბატონო, მაგასაც ვიტყვი, მაგრამ ამ დილემაზეც ვიტყვი, რაც გულში მაქვს და სულ მაწუხებს და სულ კივა. ამ მიმღებ მშობელს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, აი ვიზეც საუბარი კონკრეტულად, ბევრი იყო, ბევრი არ იყო ჯერ რაც იყო. გადაუდგე ეს ნაბიჯი, აუყვანია შვილად ბავშვი და ის თანხა, რომელსაც მინდებით აღზრდელი იღებს, არ იღებს. შვილებელი, შვილად ხო, მერე უკვე აღარ იღებს. ანუ რაღაც რესურსი მათ აკლდებათ. უარი ვთქვამთ. უარი ვთქვამთ. შვილად აუყვანიათ და უარი თქვა. მერე? ხო. მოუბრუნებიათ? ხო. ძალიან ცოტა, მაგრამ მათ შორის ტიპური განვითარების ბავშვიც კი მოუბრუნებია ადამიანს. და უთქვია, რომ აი გარდატეხის ასაკში, როდესაც ყველას აქვს პრობლემები და განსაკუთრებით ბავშვი, რომელიც არის მიტოვებული, რომელსაც დანაკარგის განცდა, რომელმაც გარდატეხის ასაკში მაინდა-მაინც გაიგო, ნაშვილებია კეთილსურველებს, რასაკვირველი აქ პრობლემები იქნებოდა, მოუყვანია და უთქვია, რომ აღარ მინდა და გამოუტანებია ფეხსაცმელი, რომელიც უყიდა და დაუტოვე. კი იყო და მას შემდეგ ამადამიანის რეკომენდაცია სამწუხაროდ ესეთი რაღაცები არსად არ იწერება. ხო, არ იწერება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ადამიანს აღარ უნდა მიეშვილოს. და უფლება აქვს, რომ დააბრუნოს ბავშვი მართლა რა შვილად აყვანის დროს ჩვენ ხო ვთქვით, რომ დგება სასამართლო გადაწყვეტილება, როდესაც გამოვა იგივე ურთიერთობები დგება მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, რაც ბიოლოგიურ მშობელსა და შვილს შორის. თუ ბიოლოგიურ მშობელი წერს, რომ აღარ მინდა ეს ჩემი შვილი და აქვს, აი ესე არ ვიცი, აქვს ბიოლოგიურ მშობელს. არა, უკვე მე ამასაკში? ნებისმიერ დროს შემიძლია მე ჩემი შვილი მივატოვო. და რა პროცედურულად როგორ ხდება ეს? როგორც 18 წლამდე. მოვიდე და გითხრათ, რომ აგერ ჩემი ბიოლოგიური შვილი აღარ მინდა. მე თუ არ გავარკვე ახლა, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, მე რა უნდა ვაკეთო. იქ უნდა მქონდეს სერვისი, იქ უნდა მომსახურება, მხარდაჭერის, რა ვიცი, 1000 იცით რა, რაღაცა ელემენტები არის, რომელსაც არ ვიყენებთ ისე, როგორც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში და ცივსისხლიანი თუ არ უკიგენაცვალი გააქვს უფლება, მოდი დაწერა განცხადება, გავაქცუნებ სასამართლოში, სასამართლომაც თუ არ გაითვალისწინა, არ იმსჯელა, არ გამოკითხა და ასე შემდეგ, ჩამოგართმევს და იქნება ესე რა. როგორ ხდება პროცედურულად, როგორ ხდება ბავშვის მშობლის მხრიდან დატოვება? მშობლის მხრიდან დატოვება. თუნდაც შვილობის ასაკში. ნახეთ, მშობლის მხრიდან დატოვება? თუ გაჩნია რას მიტოვებულად აღიარება, როდის ხდება ბავშვის მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრნაირი რამოდენიმე ვერსია. ერთი როცა მშობელი წერს განცხადებას, მაგრამ ეს განცხადება არ უნდა დაწეროს კლინიკაში, არ უნდა დაწეროს სამშობიაროში, არ უნდა დაწეროს ქუჩაში. აუცილებლად განცხადება უნდა დაწეროს მეურვეობა მზრუნველობის ორგანოში ან მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლად სპეციალურად დადგენილი ფორმით და რატო? წინასწარ ორსულობის დროს ვერ წერთ. რომ გააჩენთ მერე. რატომ აუცილებლად მეურვეობა მზრუნველობის? რატო არ შეიძლება რომ აი
თქვენ რასაც ყვებით იმ პერიოდს, რასაც თქვენ მიყვებით. რა მოიღოთ, იქ ნახავთ აუცილებლად რაღაც გაზეთის ნაგლეჯე ფურცლის მონახევზე ძვირფასო ექიმო ესა და ეს აღარ მინდა ჩემი ბავშვი და კარგად იყავდა, ეს იყო მათ შორის საფუძველი. უფრო წინ წასული იყო ნოტარიუსი თუ დაამოწა. ხო, ესეც უბედურება. რატომ უნდა იყოს სპეციალური დადგენილი ფორმა და რატომ უნდა იდეა რა არის მთელი. მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, იმიტომ რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ რომ არ დატოვოთ თქვენი შვილი. გკითხოთ რატო ტოვებ ამ ბავშვს? რა არის მიზეზი? და მაქსიმალურად მოგეხმაროთ ნავიგაციაში რა სერვისებია, რა ხდება თქვენ პრობლემაა. ხო, აი თუ ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაფერი შემოგთავაზეთ, რაც მაქვს. რატომ ტოვებენ? და არის თუ არა განსხვავება დატოვების მიზეზებს შორის, თქვა 80-იან წლებში და არის განსხვავება. დღეს ალბათ მიზეზი ძალიან ერთეულია, მაგრამ არ მინდა, არ ვარ მზა და მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპები დავარღვიეთ, სოციალური ნორმები დავარღვიეთ, მაინც მომკლავენ, ვერაფრით ვერ კატეგორიულად არ უნდა რომ გაიგოს მისმა ნათესაობამ, გარემოცვამ, სადაც ამას ხმრის გარეშე, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება. სელექციური გაშულებებით ხდება, აი, სქესის გამო, ვთქვათ, 5 გოგო ყავს, ადრე ხო ხდებოდა, მე-6 გოგო გაუჩნდა და არ უნდა. ხო, ეგეთები, ეგ ნაკლები. არა. აღარა. ფინანსური მდგომარეობის მე მაინც მჯერა რომ ეხლა უკვე ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება წამოვიდა. თუმცა ხშირად ამბობენ რომ ეს არის უფრო უგულებელყოფა და არა ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ძალიან ისეთ თემა, ძალიან დეტალებში უნდა იმსჯელო და ხო 90-იან წლები იყო, როდესაც დიდი წილი ბავშვების იყვნენ ამ სოციალური ნორმების გამო, იყო იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის იყო და ისევ სოციალური ნორმა იყო და სტიგმა, რომ მეორე შვილი ვერ გათხოვდება, ცოლს ვერ მოიყვანს, რომ გაიგონ, რომ ნათესაობაში ვიღაცა ესეთი ყავს, ასე შემდეგ. ეკონომიკური მდგომარეობა გითხარით და ხო, ეკონომიკური მდგომარეობა, უშუქობა, უწყლობა და სადაც ადამიანები თვლიდნენ, რომ ყველაზე კარგი ვერსია იქნებოდა, რომ დღეში ერთხელ მაინც ეჭამათ მათ შვილებს ყოფილიყვნენ ბავშვთა სახლში. ეხლა ძალიან ცუდი შეკითხვა უნდა დავსვათ. როდესაც მშობელმა იცოდა რა მდგომარეობა იყო ბავშვთა სახლში. არ ჯობდა რომ პირდაპირ ლამაზად რომ თქვა შელამაზებულად გადაეცა ნორმალური ოჯახისთვის, რომელიც მის შვილს მიაქცევდა ყურადღებას, ვიდრე ბავშვთა სახლში გაეშვათ? ჯერტი მშობელმა არ იცოდა, რომ ცოდნო და მე არ ვთვლი. მე გულისხმობ რომ პირდაპირ რო ყიდდნენ რა ამას. ამაში ვერ შევამსჯელობაში და მე ვთვლი რომ მშობელისთვის პრიორიტეტი ჩვენ ახლა საუბრობთ კავკასიურ ცარცისრეზე. ასე მგონია და რასაკვირველია მშობელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის შვილი მის გვერდზე იყოს, რომელიც დატოვა ბავშვთა სახლში, მიდიოდა ყოველ დღე გამოშვებით, მიქონდა ერთი ვაშლი, მე გიყვებით 90-იანის ამბებს. მე ვთვლი რომ ამ მშობელს უნდა მაქსიმალურად ხელი შეეწყობოდა და ყოფილიყო. მაგრამ ვინც დატოვა და არასდროს არ მივიდა, ეს დღესაც გვიწერია. რომ თუ მე გადავიყვანე და დავტოვე, გითხარი რომ დროებით ვერ ვახერხებ, გამოვისწორებ მდგომარეობას და ან მივატოვე და მითხრეს რომ შენი ბავშვი აქ არის და არ მოვდივარ, არ ვნახულობ. ეს უკვე ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომ მის მშობელს ჩამოერთვას უფლება და ჩამორთმევაც ესე არ არის. ახლა მხოლოდ არ მოვედი, არ ვნახე იქ. ბევრი პირობა, შეიძლება მე ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობს ხელს. დღეს საერთოდ სად ვარ და რა იქნება ეს კიდევ ბევრი კვლევის თემა მიგრაციასთან დაკავშირებით, ხო? როგორ მოვკიდო ახლა იმის შვილს ხელი და გავაშვილო დედა, რომელიც იმიტომ რომ გადაარჩინოს თავისი შვილი, გადაარჩინოს თავის თავი, წავიდა, მოწყდა და მე ამ დედებს არ გულისხმობ ხო? არა, სიტყვას მაგას გეთანხმებ. ესეთი მშობლებს უნდა ჩამოერთოს. ეხლა მეტყვით თქვენ რომ ამდენი ბავშვია ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვაში და რატო არ შვილდებიან? რამდენია? დაახლოებით ეხლა ალბათ იქნება სახელმწიფო ზრუნვაში 1500. ეს არის ჩვილობიდან 18 წლამდე. საქართველოს მასშტაბით საშუალოდ ასე იყო. არ არის ბევრი. ძალიან ცუდაა. და რატომ არ 3000 კაციანი მშვილებლების რიგი, რომელიც ამბობს რომ რატო არ მაშვილებ ამ ბავშვს? რატო რა ხდება? რა ხდება? ხო.
აქ არიან ის ბავშვები, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, რომლებზეც მე ვლაპარაკობ. მშობელი ავადარი წასულია, ვერ ახერხებს. არის კატეგორია, რომელიც არის, მაგრამ სამწუხაროდ ნახეთ, ერთ-ერთი დილემა მათ შორის იყო პროცესის დაწყება. კანონი მკაცრად გეუბნება, 2 თვე არ მოდის, არ ნახულობს, იცი სად არის მისი შვილი, დაიწყე. მიდი გააფრთხილე და უთხარი, რომ მაშინ მე და ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ეს. ვიწყებ ამაზე მუშაობას. ძალიან ძნელად ახდენს მეურვეობა მზრუნველობის ორგანო ამ პროცესის წამოწევას ერთი. სასამართლოსაც ძალიან უჭირს მშობლის უფლების ჩამორთმევა. 1500 ბავშვი ყველა არ არის ერთი ასაკის. ხო. მშვილებლების ჩემი ბოლო ეს არის ძალიან კონფიდენციალური და თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ხელში როდესაც მქონდა ეს რეესტრი, მშვილებლების 80% ითხოვდა 3 წლამდე. ხო, ჩვილს. 3 წლამდე, რატო ეს 3 წლამდე მე რო ვიკითხე, რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მეხსიერება ეწყებათ 3 წლიდან, ასე იციან, რომ არ ახსო, ეგ არის, ოღონდაც, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რაზეც მე და თქვენ ვისაუბროთ, მიჯაჭვულობა და ასე შემდეგ, რომ არ ახსოვდეს. ამ 1500 ბავშვიდან რაღაცა ნაწილს ჰქონდა გასაშვილებელი სტატუსი და ყველას არ ჰქონდა. დანარჩენთან მშობელი მოდიოდა, ნახულობდა და ნახეთ ახლა ბავშვი როცა ხდება სახელმწიფო ზრუნვაში, ახლა სხვა თემასაც შევხედოთ. რა წუთას ხდება ბიოლოგიურ მშობელსა და შვილს შორის დაშორება, იმ წამს სახელმწიფოს უნდა ჩაერთოს საათი, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ბავშვი თავის ბიოლოგიურ ოჯახში, თუ ამის საშუალება არის და თუ ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. თუ არ დაიბრუნა ბიოლოგიურმა ოჯახმა, უპირატესობა ვის, აი ამ ხელა რიგში ვის ენიჭება? ნახეთ, მივანიჭეთ ბავშვს გასაშვილებელი, ეხლა რიგი. ამ რიგზეც არის დიდი ამბავი. ხო. რომ 3-3000 თუ ვიქენი როგორ ავიყვან, სულ ვუხსნიდი. თქვენ თუ მოხვედით დღეს ჩემთან და მითხარით, რომ მზად ვარ ავიყვანო განსაკუთრებული საჭიროების ბავშვი, შეიძლება ამ ბავშვისთვის იყოთ პირველი და ვიღაცა 20 წლის წინ იდგეს ამ რიგში და ვერასდროს ვერ აიყვანოს. აი, თუ შეიძლება რომ მოთხოვნებზე. მოთხოვნები ბევრნაირია და 1000-ნაირია, ხო, თქვენ ასაკი მკითხეთ. არის ამ ასაკზეც იყო დიდი ამბავი, მაგალითად, ერთი აუცილებელი ქვედაზღვარი არისო 16 წელი. არ უნდა იყოს მშვილებელს და გასაშვილებელს 16 წელზე ნაკლები. ხო. თუმცა ალბათ მე თუ მკითხავთ რო გაიზარდოს ჯობია და ასევე დადგინდა ზედაზღვარი. მაგრამ ზედაზღვარიც გარკვეული პირობებით დადგინდა. 10 წლამდე ბავშვისთვის მშვილებელს და გასაშვილებელს შორის უნდა იყოს არა უმეტეს 59 წელი ასაკობრივი სხვაობა. მე ვარ 30 წლის, გავთხოვდი და 15 წელი არ მეყოლა შვილი. 45 წლის ასაკში ჩავდექი რიგში. და რიგი მიწევს 20 წლის მერე. თქვენი მოთხოვნები როგორია? ახლა თქვენ თუ დამიწევთ რომ გინდათ აუცილებლად მათ შორის. არა, ჯერ ეს ერთი ცოტაა ბავშვი გასაშვილებელი და ჩვენ თქვით რომ მე რომ მქონდეს კარგად აწყობილი სახელმწიფო სერვისები, მომსახურებები და ასე შემდეგ, რაც ნაკლები მეყოლება გასაშვილებელი მით უკეთესი. თავისთავად. მეორე არასწორი მიდგომა ამის საკითხისად მივცდი ბარეღამ ყველაფერს და მე მივალ ესეც არასწორი მე სულ ეუბნებოდ როცა დგებოდნენ რიგში ეს არ არის აპრიორი რომ თქვენ რო რიგში ჩადეკით ბავშვს აიყვან ეს შეიძლება იყოს თქვენთვის შანსი და თქვენ უნდა იყოთ ბავშვისთვის სერვისი ვცდილობდი ეს იდეა გამეტარებინა მე თუ აღმოვაჩინე, ესეც ჩემი ინფანტილიზმია ქართული საზოგადოება. ბარეღამ ამას ვიზამ იმას. მე თუ აღმოვაჩინე, რომ მინდა მყავდეს და მშვილოსნობის პრობლემა მაქვს, უნდა მივაკითხო სხვადასხვა გზებს და მეთოდებს და საშუალებებს. და მათ შორის დავდგე რიგში, თუ საჭიროა. ამისათვის ბევრნაირი საშუალება. რეალურად ეს ამყვანი მშობლები რო ამბობენ რომ ჩვენ რიგი არ გვიწევს იმიტომ რომ თურმე იმიტომ რომ მოთხოვნებია მათ შორის მოთხოვნა აი ნახეთ 3-3000 თუ ხარ და გინდა შვილი შენს წիր არის 2990 კაცი რომელსაც უნდა შვილი შემოვიდა შვილი ბავშვი ეხლა ესეც ხო არ არის მაღაზია და ბაზარივით არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი ამ ბავშვის ჩვენს უცდილობდით და საერთოდ სტანდარტი და მოთხოვნა არის ის რომ ბავშვს მიუსადაგო
რახან მე ვამბობ რომ ეს არის სერვისი საუკეთესო ვარიანტი უნდა შევარჩიო მე აქედან ამიტომაც არის თავსებადობის დასკვნა საკეთებს სოციალური მუშაკი ამის გარეშე ვერ გაშურულდება ანუ სოციალური მუშაკი მე რომ შემოგთავაზებთ თქვენ გარკვეულ ვადაში უნდა მითხრათ თანხმობა. ესეც იყო, იცით, გამოწვევა, რომ შევთავაზებთ და ვიფიქრებ, მოვიფიქრებ, ამას ვკითხავ, დედამთელს ვკითხავ, მეზობელს ვკითხავ. გადიოდა ხანი, ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესი რა არის? ნაკლები დრო იყოს სახელმწიფო ზრუნვაში, ხო? მაქსიმალურად დროზე მოუძებნო. ამიტომ დავთქვით, რომ რაღაც. იყო, იცით, როგორი მშვილებლები გვყავდა. 10 უარი ქონდა ნათქვამი. რატო? ესეც მათი, იცით რა, ამ ადამიანების დამუნათებაც არანა, ესეც მათი არა, მდგომარეობა სირთულეა, იმიტომ რომ არ ყავს შვილი დგას რიგში რაღაც ბევრი რამე ხდება, ნახეთ. 10 ის თუ ნომერი მესამეა, ყოველ ახალ მის მიერ მოთხოვნილ შესაბამისობაში თუ შემოვიდა ბავშვი, მე ვალდებული ვარ მას ვკითხო. მისგან და დაველოდო პასუხს იმან და მითხას უარი იმის უარს რომ მივიღებ იმის ქვემოთ ვინ მოდის მერე ვიწყებ ვახვედრებ თუ თქვენ თავსებადობა არ გექნათ მე არ მოგაშვილებ მე მაქვს უფლება რომ გითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ თქვით რომ ავიყვან ამ ბავშვს თქვენ გაქვთ უფლება თუ გინდა წაიყვანთ ექიმთან ექსპერტიზას ჩაატარებთ და ასე ოღონდ ისე რომ ბავშვის ინტერესი არ დაზიანდეს და მან არ იგრძნოს თავი რაღაცა საქონლად რომელსაც წაიყვანე აბაკბილები დაკრიჭე და თუ ყველა გაქვს წაიყვან ხო ამ შემთხვევაში ხვდებით რას ვიძახი ნუ მე ასე ვცდილობდი მუშაო, უნდა იმუშავო, თუ ბავშვებთან მუშაობ და თუ ამ სისტემაში ხარ. და მერე უკვე შენ უარი მითხრა, მერე მე ეს პროცედურა თავიდან და ამიტომაც გაჩნდა მაგალითად ჩანაწერი რომ ორჯერ თუ უარს მეტყვი, ორჯერ მაშინ მე მაქვს როგორც მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს უფლება და ვალდება ოღონდ დაუსაბუთებელი უარი უნდა იყოს ნახეთ მე ვიყავი ავადან ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს უცბად ოჯახში ვიღაცა უკიდურესად მძიმე წყალს მწვავეა და ამ წუთას ვერ ეს გასათვალისწინებელია რასაკვირველია ხო მაგრამ თუ 100ჯერ ერთი და იგივეზე გითხრათ ორჯერ თუ მეტყვი ვარ დაუსაბუთებელს მეურვეობა მზრუნველობის ორგანომ შეუძლია გაგიუქმოთ შვილებლობის რეესტრი და დაკარგოთ ეს რიგი მაგრამ თქვენ თუ მოხვედით და მითხარით რომ მე მზად ვარ ავიყვანო აფროამერიკელი ბავშვი თუ ასეთი მყავს მე სისტემაში პირველი გახდებით იმ წამში იმ ბავშვის იმიტომ რომ საქართველოში მაინც გვაქვს დღემდე არის ეს იცით რა მე სულ მე ისეთი ოპტიმისტი ვარ ეთყობა მაინც რა ხო ვამბობდით რომ შეიცვალა სოციალური ნორმები ავად კარგად ძნელად რთულად მაგრამ შეიცვალა. მარტო ხელა მშობელი აღარ ტოვებს ბავშვს. აი ეს უნდა მეთქვა აქამდე მარტო ხელა დედა თუ ითვლებოდა რაღაცა თითის საჩვენებო სუდ ტონა და ეხლა პირიქით რაც არის რეალურად გმირი ქალი რომელიც მარტო ეთერს გარეთ გითხარით მე ძალიან მიხარია რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მაგალითად ბავშვები როგორც არის დაუნის სინდრომი აღარ ტოვებენ და დღეს მეს მიხარია რომ მშობლები ამაყობენ მათი ბიოლოგიური მშობლები. მაშინ როცა ბავშვთა სახლებს ავსე იყო ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვებით. მე მჯერა რომ დავა ქართველ შვილებლები უკვე გაჩნდნენ იცით ადამიანები რომლებიც შვილად აყვანის შემდეგ მზად არიან ემზადებიან გადიან სწავლობენ როგორ უნდა უთხრან თავიანთ შვილს რომ არიან შვილად აყვანილი. მარი ჩვენ აქედან გვანიშნებენ რომ ჩვენ რა მოიწურა მაგრამ ერთ თვე შეუცრებოდ კიდევ ჩავწეროთ, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ამოვწურა. მაგრამ ბოლოსკენ მინდა რომ ეს შეკითხვა დავსვა. რა ასაკიდან არის არასავალდებულო საუკეთესო ბავშვისთვის, რომ მან გაიგოს, რომ არის აყვანილი, რომ ამ მშობლებს თქვენი ის გაუზიაროთ, გამოცდილება. ამას ესე ძალიან ინდივიდუალურია. და ასეთი რეცეპტი რომ ამდენ წლის რო გახდება დაჯექი უთხარი არა. ეს არის გარკვეული ტექნიკა. მე კატეგორიულად ვთვლი რომ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფერი თავის შესახებ. მის გარეშე არც ოჯახში, არც ოჯახს გარეთ არ უნდა იყოს მასზე გადაწყვეტილება მიღებული. და თუ ისეთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, რომ იგი გაშულა, მან აუცილებლად უნდა იცოდეს. ამისათვის არ არის სავალდებულო, რომ ერთ დღეს მოვემზადო სრულად და დავჯდე და დავილაპარაკო და აბა ეხა უნდა ვუთხრა,
ამისაც არსებობს მილიონარი ტექნიკა, რომლითაც დაეხმარება ბავშვს, რომ გაიგოს, რომ იგი შვილად აყვანა და ეს რაც უფრო ადრე დაიწყებ მისთვის გასაგებ ენაზე გარკვეული მესჯების გაგზავნოს, მით უფრო მალე გაიგებს და სწორად გაიგებს ამ ყველაფერს. და სწორი რეაქცია ექნება. აუცილებლად თავარი რეაქცია მე ასე მგონი ამ ბავშვების და ადამიანების არის ის, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობ, ეს არის ჩემი მშობელი. რომელთანაც უპირობობა აღმოჩნდება, რომ ყველაზე დიდ ტყუილს მეუბნება ის და მაცხოვრებს ამაში, ამას ვერ პატიობენ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და შემპირით რომ ერთ თვეში გავაგრძელებთ მეორე სერიას. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.